7დღიანი პატიმრობის შემდეგ ზურაბ ცეცხლაძე არის თავისუფალი. მაყურებელს შევახსენებ, რომ როდესაც ადმინისტრაციული წესით სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძის მამა დააკავეს, მიიღო პატიმარმა გადაწყვეტილება ზვიად ცეცხლაძე მიმასთან დაკავშირებით, რომ პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა. ჩვენი ინფორმაციით ის ამ წუთიდან შეწყვეტს შიმშილობას და პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას დაასრულებს, რადგან ზურაბ ცეცხლაძე, როგორც უკვე გითხარით, არის თავისუფალი. მოდი შეგვიძლია მოვისმინოთ მისი პირველი კომენტარი. აქ არის ნარგიზ ზავითაძეც, ზვიად ცეცხლაძის დედა. ბატონო ზურაბ, აუცილებლად უნდა დაგისვათ პირველი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს, რასაც ქართული ოცნება აკეთებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის მიმართული დაშინებისაკენ და რა თქმა უნდა კითხვის მთავარი არსიც არის შემდგომში, როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ივანიშვილის გუნდი, რომ ამ რეპრესიული კანონებით შეწყვიტოს და შეაჩეროს პროტესტი, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია, დაახლოებით 1 წელია მიმდინარეობს. მოგახსენებთ, ვერაფერი ვერ მოკლავს პროტესტს. ვერც ციხე, ვერც შეშინება, ვერც დაშინება, ვერც შანტაჟი. ციხე არ არის უბედურება და ტრაგედია. ეს შეიძლება ყველა ადამიანმა გამოიაროს და ეს განსაცდელი ყველამ უნდა გამოვიაროთ. როცა ასეთ ბრძოლაში ვართ, არაფერი არ უნდა გვიკვირდეს, არაფერი მოულოდნელი არ უნდა იყოს შენთვის. აქედან გამომდინარე, მინდა უთხრა რეჟიმს, რაც არ უნდა სადამშელო კანონები მიიღოს, ვერ აამუშავებს იმ კანონებს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არის პროტესტის მაღალი დონე ნებისმიერი მანკიერი რაღაცეების მიმართ, რაც ქვეყანაში გაჩნდება. აქედან გამომდინარე, ვერანაირი ციხე ვერ უშველის ვერაფერს. ვარწმუნებ ყველას, რომ მზად ვართ ყველა ნებისმიერი ციხისთვის, ნებისმიერი ტანჯვისთვის და ასე შემდეგ. რეალურად ყველაფერი მაინც ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა, ანუ როგორც რეალურად ქვეყანას სჭირდება, ეს იქნება ცვლილებები. ადრე თუ გვიან ეს დასრულდება. ვერც ერთი კანონი ვერ აამუშავეს და ვერც იმას ვერ აამუშავებენ, რომ ქუჩაზე გადასვლით ციხეები გამოუწერონ ადამიანებს. ვერ აამუშავებენ ამას. სწორედ ეს იყო ჩემი პროტესტიც, რომ უნდა ნახოს ყველამ, რომ ის რაც უსამართლოა, ის რაც ამ ქვეყანაში არ იმუშავებს, არ მივცემთ საშუალებას ავამუშაოთ. აქედან გამომდინარე, ვამბობ, ცვლილებები აუცილებლად მოვა, რაც არ უნდა სადამშელო კანონები მიიღონ, რამდენიც არ უნდა ადამიანის ციხეში ჩაცვან, ცვლილებები ამ ქვეყანაში მოვა და მოვა ამ ქვეყანას, რომ ეს ქვეყანა რომ არის ღირსი და ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანები რომ იმსახურებენ, ისეთი ცვლილებები მოვა ამ ქვეყანაში. კი ბატონო, დიდი მადლობა. როგორც გითხარით, ზურაბ ცეცხლაძეს აქ დახვდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მშობლები. რეზო კიკნაძის მამას მოვუსმენთ. ახლა კითხვის შინაარსი იქნება დაახლოებით იდენტური. უკვე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს ბრძოლა და სწორედ ამის ჩახშობას ემსახურება ის რეპრესიული კანონები, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რაღაც მძიმე ფორმებით ამოქმედდა. როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება თქვენი როგორც წინა ხაზზე მდგომი ადამიანების სამოქმედო გეგმა, იმიტომ რომ ყველა პროტესტის ავანგარდში ხართ სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები. როგორ დაუპირისპირდებით ქართული ოცნების ამ სისასტიკეს? ზურას თქმის არ იყოს ქართველ ადამიანს, ეს ყველამ უნდა იცოდეს, შვილო დედამიწის ზურგზე ერთიც რო დარჩეს, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ. და ასე ვარ ჩვენი შვილები და ყველა, ვინც აქ ვართ შეგრებილები და არ გავუვათ არც ერთი კანონი, არც ერთი დაშინება, არ გვეშინია არაფრის და მებრძოლ ადამიანს სადაც არ უნდა იყოს ეს ომი იქნება თუ მიდიხარ ტყვიაზე, მიდიხარ რისკზე და არაფრის არ გვეშინია და ვერ შეგვაშინებენ. 99 წლის ტრავრილიდან ვარ ნაბრძოლი, ცოცხალი ტყვიები და მეც იქ ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს სახეზე ცხონებული მამუკატერიშვილის რო ესროლეს, დიდუბეში რო სროლები იყო და 7 ნოემბრებსაც დავდიოდი ცემატყეებში და არ შეგვშინებია და ვერ დაგვაშინებენ, ეს გაიგოს ყველა. სოფლიომ თუნდაც დედამიწის ზურგზე ქართველს არ ეშინია არაფრის, მით უმეტეს მებრძოლ ადამიანს. გაგვიმარჯოს, ხნეთ ვიყოთ, მაგრად ვიყოთ, გახარებულები ვართ ამ პატარა იმით და უფრო გავიხარეთ და საქართველოს გავანთავისუფლებთ შიდა გარემტრებისგან. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ძალიან დიდი მადლობა, როგორც გითხარით, ზურაბ ცეცხლაძეს იზოლატორთან დახვდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მშობლები. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ შიმშილობა შეწყვიტა ზვიად ცეცხლაძე, მისი მეგობრებიც არიან აქ წარმოდგენილები. საბოლოო ჯამში მოცემულობა არის ასეთი: არავის არ ეშინია ქართული ოცნების რეპრესიული კანონების პროტესტი გრძელდება და ეს ადამიანებიც დღესაც იდგებიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ისე როგორც ამას წინა პერიოდის განმავლობაში აკეთებდნენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ახლა უკომპრომისო ბრძოლა არის ერთადერთი გამოსავალი ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან.